მოგესალმებით უყურებთ ახალბებს პირველზე მე ქეთი მამრიკიშვილი ვარ. მზადება დამოუკიდებლობის დღისთვის თავისუფლების მოედანზე მორიგი რეპეტიცია მიმდინარეობს. თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის გარდა რეპეტიციას გადიან წვევამდელები, რომლებიც 26 მაისს სამხედრო ფიცს საზეიმო ვითარებაში დადებენ. 26 მაისს საქართველოს მასშტაბური ღონისძიებებით შეხვდება. ყველა დიდ ქალაქში თითოეული სამინისტრო საკუთარი სტენდით იქნება წარმოდგენილი. რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს, ეს იქნება მთავარი გზავნილი, რადგან წელს ქვეყანა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესაც ზეიმობს. ქვეყნის მთავარ გამზირზე იმყოფება თეკლა ბესტავაშვილი, რომელიც თემის დეტალებით გვერდდება პირდაპირ ეთერში. თეკლა გისმენთ. განსაკუთრებული მოლოდინი ტრიალებს უკვე მთელს ქალაქში სულ რამდენიმე დღეში ქართველი ერი თავისუფლების ერთიანობისა და ეროვნული სიამაყის დღეს კიდევ ერთხელ იზეიმებს. აქტიური სამზადისი მიმდინარეობს დილიდან თავისუფლების მოედანზე, დედაქალაქის მთავარ გამზირზე, იქ სადაც 26 მაისს წვევამდელები ტრადიციულად საზეიმო ფიცს დადებენ. სწორედ მათთვის იქნება 26 მაისი განსაკუთრებით ემოციური, რადგან ფიცის დადების შემდგომ 600-მდე რეკრუტი თავდაცვის ძალებს შეუერთდება. განსაკუთრებით მასშტაბური არის წლევანდელი ფიცის დადების ცერემონია, რადგან თბილისის გარდა საზეიმო ფიცის დადების ცერემონია გაიმართება ქვეყნის მასშტაბით კიდევ 12 ისტორიულ კუთხეში, იქ სადაც ქრისტიანული ტაძრები და ძეგლები არის განთავსებული. განსაკუთრებული დატვირთვა აქვს წლევანდელ დამოუკიდებლობის დღეს, რადგან უკვე 1700 წელია რწმენა გვაძლიერებს და სიყვარული გვაერთიანებს. სწორედ ეს არის წლევანდელი დამოუკიდებლობის დღის მთავარი კონცეფციაც და გზავნილიც. წელს განსაკუთრებული ფიცის დადება გვექნება, ვინაიდან ქართლის მოქცევის, ქრისტიანობის, ქრისტიანობის სახელმწიფოებრივ რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავს ეძღვნება მთელი საზეიმო ღონისძიება, ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ 12 რეგიონში დადებულიყო ფიცი. ჩვენი კაცებისთვის ეს იქნება ძალიან ისეთი დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი დღე, იმიტომ რომ მართლა ასეთ წმინდა ადგილებში და ესეთ მნიშვნელოვან წელს დადეს ფიცი და გახდნენ საქართველოს ჯარისკაცები. ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაულისთვის მთელი ქვეყანა აქტიურად ემზადება. სამზადისში ჩართულები არიან სახელმწიფო უწყებები და სამინისტროები. შესაბამისად, მათი მხრიდან მოწყობილი იქნება თემატური პავილიონები, საგანმანათლებლო და საგამოფენო სივრცეები. დამოუკიდებლობის დღესადმე მიწყვილ საზეიმო ღონისძიებებს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ტრადიციულად ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მასპინძლობს. ღონისძიებები გაიმართება მარნეულსა და ახალქალაქში. ჩვენ შევთავაზებთ ძალიან მრავალფეროვან ღონისძიებებს, ნებისმიერი ასაკის სტუმარს და ყველა ღონისძიება ისეა დაგეგმილი, რომ ნებისმიერმა სტუმარმა თავი იგრძნოს არა მხოლოდ დამთვალიერებლად, არამედ ყველა ღონისძიების აქტიურ მონაწილეს. დამოუკიდებლობის დღეს წელს იუსტიციის სამინისტრო ქალაქ ზუგდიდში აღნიშნავს. ზუგდიდის მთავარ მოედანზე მოსულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში დახვდებათ მრავალფეროვანი შემეცნებითი გასართობი, საბავშვო და საგამოფენო სივრცეები. წარმოდგენილი იქნება თავდაცვის ძალების ტექნიკა და აღჭურვილობა, ეროვნული არქივის ინსტალაციები, აიდი ბარათის ფოტოზონა, ჩვენი ქორწინების სახლის სივრცე, ხოლო ღონისძიების კულმინაციას წარმოადგენს 17 საათსა და 10 წუთზე დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთდროულად გაჟღერებული საქართველოს ეროვნული ჰიმნი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მის სისტემაში შემავალ უწყებებთან ერთად ტრადიციულად აქტიურად იქნება წარმოდგენილი საზეიმო ღონისძიებებში. ჩვენ ვიქნებით როგორც თელავში, ასევე ქუთაისში, ამბროლაურსა და ფოთში და ჩვენ შევძლებთ, რომ წარმოვადგინოთ შესაბამისი მრავალფეროვანი სივრცეები, სადაც ჩვენს თანამოქალაქეებსა და სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ როგორც ტრანსპორტის, მათ შორის ავიაციისა და საზღვაო სექტორების, ასევე ტურიზმის, ენერგეტიკის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, საინტერესო შემეცნებით და ასევე გასართობ აქტივობებს. ზუსტად 3 დღე დარჩა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნამდე და რა თქმა უნდა 26 მაისს ყველაზე ემოციური მომენტი იქნება 17 საათსა და 10 წუთზე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, როდესაც მთელი ქვეყანა სახელმწიფო ჰიმნს შეასრულებს. მადლობა თეკლა ბესტავაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.
ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის დაკნინების მცდელობა ასიაფასებს სახელმწიფო გუნდი ბათუმელებთან ინტერვიუში გერმანიის ელჩის განცხადება, სადაც პიტერ ფიშერი აღნიშნავს, რომ შუადერეფნის მნიშვნელობა არ უნდა იყოს გაზვიადებული. დიპლომატი ეკონომიკასა და ბიზნესის განვითარებაზე საუბრობს და საქართველოსთან მიმართებაში აღნიშნავს, რომ გერმანულ კომპანიებს არ უყვართ ავტორიტარულ ქვეყნებში ინვესტირება. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით გამაოგნებელია ის, რომ საქართველოს დემოკრატიას უწუნებს იმ ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელი, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი ანელენა ბერბოკი სირიაში ჩავიდა და იმ ხელისუფლებასთან დაიწყეს თანამშრომლობა, რომელიც აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებლობას აღიარებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შუადერეფნის მნიშვნელობა არ გავაზვიადოთ. საბოლოო ჯამში ჩვენი ინტერესები მაშინ არის საუკეთესოდ დაცული, როცა ჩვენი ღირებულებები სრულდება. ჩვენ გვჯერა, რომ თავისუფლება და ადამიანის უფლებები კარგია ეკონომიკისთვის, ბიზნესისა და განვითარებისთვის. გერმანულ კომპანიებს არ უყვართ ავტორიტარულ ქვეყნებში ინვესტირება. ეს არის მისი კამიკაძე ქმედება, რომლითაც თავისთავად აზიანებს და ცდილობს ბოლო ეს განწირული რაღაც აქტები ჩაიდინოს იმისთვის, რომ რაიმენაირად დაგვაზიანოს. გაიხსენოს სურათები, როდესაც მაშინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერბოკი ჩავიდა სირიაში და იქ როგორ მოხდა, როგორ ასე ვთქვათ, ჩაიხუტეს მალევე სირიის ხელისუფლება. სირიის ხელისუფლება, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს სხვათა შორის და საერთაშორისო სამართალსაც არღვევს ამ მხრივ, ყველა სხვა საკითხთან არ ვისაუბროთ. ჩაიხუტეს, ხელი ჩამოართვეს, ბერლინში უმასპინძლეს იმ ქვეყნის ლიდერს, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. ერთი რა ვიცი ხა თუ კი სირიაშია დემოკრატია და ჩვენთან არის დემოკრატია, კი ბატონო, მაშინ ვიტყვით, რომ ჩვენ ყოფილვართ ტირანები, ერთადერთი ბოლო ტირანები დედამიწის ზურგზე მის თვალში. სილამში ეს ყველაფერი ტყუილი. მას თქვა რომ წრინს ოცეუნებიან, რომ მატყუ არა, მაგრამ ნუ იტყვის ტყუილს და არც არავინ არაფერს არ ეტყვის. მთლიანად სოფლიოს ეკონომიკური ფუნქციონირების ერთ-ერთი საკვანძო ლოჯისტიკური ხაზი არის შუადერეფანი, ხოლო ამ შუადერეფნის მთავარი კომპონენტი არის ნამდვილად საქართველო. ამ ფონზე, როდესაც ევროპელი დიპლომატი შუადერეფნის როლს აკნინებს და ზოგადად არაფრად მიიჩნევს, ალბათ კიდევ უფრო მეტად უნდა გვაფიქრებდეს თუ რამხელა დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს სწორედაც რომ შუადერეფანს, რომელსაც საქართველო ამუშავებს. სახელმწიფო გუნდში გერმანელი დიპლომატის მიერ Deep State-თან დაკავშირებულ განცხადებას გაკეთებულ შეფასებასაც ეხმაურებიან და ელჩის განცხადებას ცინიკურს უწოდებენ. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით პიტერ ფიშერი იმ ფრაზით, სადაც ის ინტერვიუში ამბობს, რომ სახელზე არ იცნობს ვინ არის Deep State-ი, დასცინის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ამერიკელებს, პრეზიდენტ ტრამპს, ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ლის ტრასს, რომლებიც ასევე საუბრობდნენ Deep State-ის გავლენებზე ბრიტანეთსა და ამერიკაში. Georgian Dream has developed this narrative. საქმე გვაქვს გარკვეულ ნარატივთან, რომელიც ქართულმა ოცნებამ შეიმუშავა. ეს არის გამოგონილი ნარატივი გლობალური ომის პარტიის, Deep State-ის და ლიბერალური ფაშიზმის შესახებ, რომლებიც თითქოს შეთქმულებას აწყობენ საქართველოს წინააღმდეგ. ეს სიცრუეა. მე 40 წელია გერმანიის მთავრობაში ვმუშაობ და არანაირი Deep State-ი არ მინახავს. ვინ არის ეს Deep State-ი? შეუძლიათ სახელი დაგვისახელონ ან სახე გვაჩვენონ. ბატონი პეტერი ქართული საზოგადოების წარმოდგენაში დარჩება გერმანიის იმ ელჩად, რომელიც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებდა და ადამიანებს, რომლებიც ფაშისტური სლოგანით თავს დაესხნენ ქალ დეპუტატს, მის არასრულწლოვან შვილთან ერთად, უწოდა საქართველოს მომავალი. როგორც მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა Deep State-ზე, რომ აბა სად არის, შევიხედე ოთახში და იქ არ იყო, გადავედი აბაზანაში და იქ არ დამხვდა და ნუ ეს დაგვცინის ფაქტობრივად ქართველებს, მაგრამ მე ერთ რამეს გავუსვავს ხაზს, ის პარალელურად დასცინის ამერიკელებს, ის დასცინის ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ლის ტრასს, რომელიც ასევე საუბრობდა Deep State-ზე ბრიტანეთში, პრინციპში დასცინის ყველას, გარდა იმისა, რომ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს, მან ზოგადად ზიანი მიაყენა ელჩობის ინსტიტუტს, როგორც ასეთს და ქართველების თვალში გააიგივა უცხო ქვეყნის ელჩი სტუმართან, რომელიც სახში გივარდება, ძალადობას აქეზებს, ტყუილს აქეზებს, პროპაგანდას აქეზებს. და
დანიაში მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა და მათ მიმართ ძალის გამოყენება ამ დრომდე არც დანიის ხელისუფლებას, არც ევრობიუროკრატებს და არც საქართველოში მოქმედ დიპლომატებს არ დაუგმიათ. დანიაში მომხდარი ძალადობის დაგმობას ვერ ბედავენ ვერც ქართველი ოპოზიციონერები. ისინი საკითხზე საუბრისას ამბობენ, რომ დანიაში ცხოვრების მაღალი დონეა და საქართველოს შედარება არ შეიძლება. სახელმწიფო გუნდის წევრების განცხადებით ოპოზიციონერებს მიაჩნიათ, რომ თუ ქვეყანა მდიდარია, მაშინ მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევას და ცემაც შეიძლება. მართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, ეს არის ის ეგრეთ წოდებული ევროპული სტანდარტი, რომლითაც საქართველოს ოპოზიცია ქვეყნის გარეთ კი მათი პატრონები ხელმძღვანელობენ. დანიაში პენსია იცით რამდენია? რამდენია იცით პენსია მინიმალური დანიაში? სირცხვილია დანიას რო ახსენებს ეს ხალხი. არ შეიძლება. მადლობა, მე კითხვას აღარ უპასუხებ თქვენ. ჩვენ მოვისმენთ ასევე რეაქციები ქართული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. როდესაც ამ თემაზე მიდის საუბარი, რომ კი, რა თქმა უნდა, იქ იყო რაღაცა ძალადობა, თუმცა სამაგიეროდ დანია არის მდიდარი ქვეყანა. ან ეს არის სწორედ მათი წარმოდგენით ევროპული ღირებულება, რომ თუ ხარ მდიდარი ქვეყანა, თუ პენსია არის რაღაცა ოდენობის, მაშინ თურმე შეიძლება ძალადობა მშვიდობიან ადამიანებზე ძაღლების მიქსევა და ხელკეტებით ცემა მშვიდობიანი პროტესტანტების. ასეთი ევროპა ესახებათ მათ, ასევე სამწუხაროა, რომ ვერც ერთმა ელჩმა საქართველოში ყოფმა ევროკავშირის წარმომადგენლმა ვერ გაბედა ერთი სიტყვა ერთქვა და აქ მხოლოდ ორი შეფასება შეიძლება გაკეთდეს. ერთი, რომ მათ ეშინიათ, რომ გააკრიტიკონ საკუთარი თანამოკავშირე და მეორე, მათთვისაც ესე იგი ეს მისაღები არის და მე მგონი ეს მეორე უფრო რეალური ახსნა არის, ვინაიდან ზუსტად იგივე და მსგავსი კადრები ვიხილეთ ჩვენ ბერლინიდან, პარიზიდან, სხვა დედაქალაქებში. სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ მოქმედების თავისუფლება, თუმცა მაშინ, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრანტის მიმართ იყენებენ ისეთ მეთოდებს, რომელიც ჩვენ დანიაში ვნახეთ, ნამდვილად არ უნდა დარჩეს შეფასების გარეშე. სწორედ სათანადო შეფასება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მოუწოდა მეორე მხარეს, რომ დაეგმოთ, მინიმუმ დაეგმოთ მაინც და შესაბამისი რეაგირება მიეცათ ამ ფაქტების მიმართ, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, რომ ამ ადამიანებს, ვინც ადამიანის უფლებებით, ასე ვთქვათ, გვაშანტაჟებენ, მათთვის ადამიანის უფლება არის მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა სტრაფარეტული გამონათქვამი. მორიგი უთანხმოება ოპოზიციურ ალიანსში ამჯერად ღია დაპირისპირების მოქმედი გმირები გიორგი ვაშაძე და თამარ ჩერგოლეიშვილი არიან. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის გაღიზიანება ჩერგოლეიშვილის სტატუსმა გამოიწვია, რომელშიც ის წერს, რომ პატიოსანი ადამიანი ტევე პირველზე დაბლოკილი უნდა იყოს. ეს განცხადება პირად თავდასხმად მიიღო ვაშაძემ, რომელმაც საკუთარი პოზიცია ასევე სოციალური ქსელით გააჟღერა. რა ხდება ალიანსში, ვაშაძე ჩვენს კითხვებს არ პასუხობს, სახელმწიფო გუნდში კი განმარტავენ, რომ გარე ძალების მიერ დაფინანსებული ძალები ერთმანეთის დისკრედიტაციას ცდილობენ, რაც მათ რეალურ სახეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს. სოციალურ ქსელში გავრცელებული იმ განცხადებებს, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილის მხრიდან ტევე პირველის და მისი ჟურნალისტების მისამართით გაჟღერდა, ვემიჯნები და არ ვეთანხმები. ამასთანავე ამ განცხადებას განვიხილავ, როგორც პირად თავდასხმას ჩემს წინააღმდეგ. მე თავს დაბლოკილად არც ერთ თავისუფალ მედიაში არ ვთვლი. ჩემს სტატუსში ყველაფერი ნათქვამია, თუ რამე სხვა გაინტერესებს, სხვა საკითხი მითხარით თუ არა და შეგიძლიათ ჩემი სტატუსი გამოვაქვეყნოთ. რას ვფიქრობ და რას არ ვფიქრობ, ყველაფერი იქ წერია. მე მათ ოპოზიციას ვერ უწოდებ, ვერც ჩვენს ოპონენტებს ვერ უწოდებ, ეს არის რადიკალური აგენტურა, რომლის შინაარსია, რომ ჯერ სხვა უნდა შეჭამონ და დაჭამონ, შემდეგში ერთმანეთზე უნდა გადავიდნენ. ახლა უკვე ის რეჟიმი აქვთ ჩართული, რომ ერთმანეთის დაჭმაზე არიან გადასული, ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში ერთმანეთის საწინააღმდეგოდ და ერთმანეთის მადისკრედიტებელ განცხადებებს. არ გაგუკვირდება, რომ ჩერგოლეიშვილი ყველასთან დაპირისპირებულია, ყველა კი ჩერგოლეიშვილთან და ერთმანეთთან. სააკაშვილის დაგმობა ამ განდგომილი ადამიანების და რადიკალების მიმართ, რომ რადიკალიზმს უწუნებს, ეს უკვე სტანდარტული მოცემულობა არის, თუმცა საინტერესო არის, როდესაც უკვე ტევე პირველთან დაკავშირებით უჩნდებათ უთანხმოება, როგორც ჩანს რადიკალური ოპოზიციის მიერ დაფინანსებული ტევე პირველი, რომელიღაც რადიკალისტვის უფრო მისაღებია და ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომია, ხოლო ჩერგოლეიშვილისთვის ნაკლებად, ამიტომ უკვე საკუთარი შიდა სამზარეულოს გასაჯაროებაზე გადავიდნენ. ფაქტია, რომ შიგნითაც ტელევიზიები ზუსტად ასეთი პარტიული ნიშნით აქვთ დაყოფილი.
ევროკომისიამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1%-მდე შეამცირა, რადგან ახლო აღმოსავლეთის ომით გამოწვეულმა ენერგომატარებლების ფასების მკვეთრმა მატებამ ეკონომიკის შენელება გამოიწვია. ინფორმაციას პოლიტიკო ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კონფლიქტი მთელს ბლოკში ინფლაციისა და სახელმწიფო ვალის ზრდას გამოიწვევს. ევროკომისარი ეკონომიკის საკითხებში არ გამორიცხავს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდეს და ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შესაძლოა განახევრდეს თუ კონფლიქტი იმაზე დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე მოსალოდნელია. მისი თქმით, ენერგომატარებლების მზარდი ფასები ასევე გამოიწვევს ინფლაციას 3.1%-მდე გაზრდას, ხოლო ენერგეტიკული შოკის შედეგები სავარაუდოდ 2027 წლამდე გაგრძელდება. მიხეილ სარჯოლაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს, პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, იშვიათი დაავადებების მედიკამენტების საკითხსა და რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებებს. ჰანს კლუგემ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება და მიმდინარე ცვლილებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსახლეობისთვის ხარისხიანი სერვისების მიწოდებას და სისტემის მდგრად განვითარებას. საუბარი იყო მათ შორის საქართველოში მიმდინარე რეფორმების ირგვლივ შეფასდა დანახული იქნა ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება გააჩინოს თუნდაც მიმდინარე პირველადი ჯანდაცვის რეფორმამ და ამ თვალსაზრისით ძალიან დიდია სხვათა შორის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და კონკრეტულად ბატონი კლუგეს ინტერესი საქართველოს გამოცდილებასთან მიმართებაში. პირველადი ჯანდაცვა ნებისმიერი ჯანდაცვის სისტემის საფუძველია, რათა სამედიცინო მომსახურება უფრო ახლოს მივიდეს საზოგადოებამდე და ადამიანების სახლებამდე. ამ რეფორმაზე მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, ახლა კი ის მტკიცე ლიდერობით ეტაპობრივად ინერგება მოუწოდებს საქართველოს განაგრძოს ეს გზა, რომელიც ქვეყანას მოუტანს როგორც ჯანმრთელობის უკეთეს შედეგებს, ისე ფინანსურად უფრო მდგრად ჯანდაცვის სისტემას. მინისტრმა აღნიშნული რეფორმები ლათინური ამერიკისა და ევროპის რეგიონებს შორის გამართულ მნიშვნელოვან შეხვედრაზე წარადგინა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მინისტრების მხრიდან მაღალი შეფასება დაემსახურა. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პლატფორმის მეშვეობით უფრო აქტიურად უზიარებს საკუთარ გამოცდილებას გლობალურ ჯანდაცვის საზოგადოებას. მინდა აქვე შევაქო მინისტრი სარჯოლაძე მისი მუშაობისა და შეუპოვრობისთვის, რათა მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობისთვის. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს შეხვდა. მხარეებმა ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში სოციალური დაცვის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღნიშნა, რომ პროგრამის მიზანია სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება და მოსახლეობისთვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ადამიანური კაპიტალის პროგრამა, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება, მოიცავს ჯანმრთელობის, განათლებისა და სოციალური დაცვის მიმართულებებს. ჩვენ ვართ ახლა ამ საკითხზე მუშაობის პირველ ეტაპზე, რომლის ფარგლებშიც გამარტივდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციისთვის განაცხადის წარდგენის პროცესი. და განაცხადის წარდგენა შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ სოციალური მომსახურების სააგენტოს რომელიმე სერვის ცენტრში ვიზიტით, არამედ ელექტრონულადაც ონლაინ სისტემის გამოყენებით. ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პროცესი ზოგადი წესით გაგრძელდება, რაც გულისხმობს ოჯახში სოციალური აგენტის ვიზიტს, ოჯახის დეკლარაციის შევსებას და სარეიტინგო ფულის გამოთვლას. თუ მოქმედი სისტემა ეს ვადა არის განაცხადის წარდგენიდან არაუმეტეს 90 დღე, 1 ივლისიდან 90 დღე შემცირდება 60 დღემდე და ოჯახს საარსებო შემწეობა დაინიშნება სარეიტინგო ფულის გამოთვლის მომდევნო თვიდან. ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერით ღონისძიება გამართა თემაზე მდგრადობის ანგარიშგება, საერთაშორისო გამოცდილება და მნიშვნელობა საქართველოსთვის. ღონისძიების მიზანი იყო თემის ირგვლივ პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა და საქართველოში ამ მიმართულების განვითარების შესაძლებლობების განხილვა. გაიმართა საჯარო განხილვები მდგრადობის ანგარიშგების სარგებელზე, გამოწვევებზე, მარწმუნებელი მომსახურების როლსა და ინვესტორთან ნდობის გაძლიერების საკითხებზე. ღონისძიებას დაესწრნენ აუდიტორები, აუდიტორიული ფირმები, საწარმოები, საჯარო და კერძო სექტორის მარეგულირებელი უწყებების პარტნიორი და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. თავარი საკითხი იყო მდგრადობის ანგარიშგება, საკითხი, რომელიც საერთაშორისო დღის წესრიგში სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ჩვენც მუშაობთ აღნიშნული ზედამხედველობის მოდელის შემუშავებაზე და გვსურს, რომ აღნიშნული მოდელი იყოს არა მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებული და თანხმედრაში, არამედ ადგილობრივ კონტექსტის გათვალისწინებაც მოხდეს და რეალური სარგებელი მოუტანოს
როგორც ქვეყანას, ასევე თითოეულ კომპანიას. შემუშავებული აქვს სამკვლევის საფინანსო სექტორისთვის, ასევე აქტიურად ვართ წარმოდგენილი კაპიტალის ბაზრის მიმართულებით, სადაც გასულ წელს დავნერგეთ მწვანე სოციალური მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების მარეგულირებელი ჩარჩო. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც ზოგადად ინვესტორთან ნდობის გაძლიერებისთვის, ასევე ანგარიშგების მიმართულებით განვითარებისთვის. პოლონეთის აუდიტის ზედამხედველობის სააგენტოს დელეგაციის სახელით მოხარულები ვართ მონაწილეობა მივიღოთ აღნიშნულ კონფერენციაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო სარასის კოლეგებთან ორმხრივი გამოცდილების გაზიარება, რამაც მხარეებისთვის ღირებული პროფესიული დიალოგის შესაძლებლობა შექმნა. ასეთ პროფესიონალურ სააგენტოსთან თანამშრომლობა ნამდვილად სასიამოვნო იყო. სწორედ ამიტომ ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი საქართველოში ESG ანგარიშების დანერგვის პროცესთან დაკავშირებით. ღონისძიება მაღალი პროფესიული დონით გამოირჩეოდა და ორიენტირებული იყო ბიზნესისთვის პრაქტიკულ და პრაგმატულ გადაწყვეტებზე. შინაგან საქმეთა მინისტრის მოწვევით ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მყოფ მაღაზახეთის ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა და დელეგაციის წევრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი მოინახულეს. გაეცნენ დანაყოფის საქმიანობის სპეციფიკას და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მონაწილეობით საჩვენებელი ტაქტიკური წვრთნები გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სცენარის ფარგლებში დანაყოფის მოქმედების ტაქტიკა და პროფესიული შესაძლებლობები. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 46 მოქალაქე დააკავეს. მათ შორის იემენის, პაკისტანის, ინდოეთის, თურქმენეთის, ჩინეთის, კუბის, სუდანის, ნიგერიის, რუსეთის, ბელარუსის და ეგვიპტის მოქალაქეები. დაკავებული პირები ქვეყანაში უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით იმყოფებოდნენ. ამჟამად უცხო ქვეყნის მოქალაქეები მოთავსებულები არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული 23 შეკვრა დაფასებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეტადონი ნივთმტკიცება დამოიღო. დანაშაული 20 წლამდე უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტიც ხელკვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალა და მამაკაცზე. დაშავებული პირი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინის მწარმოებელი 14 კომპანიას გამოფენაში London Wine Fair-ში მონაწილეობდა. ღონისძიებას ტრადიციულად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით სტუმარი, მათ შორის ღვინის ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. გამოფენა მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს ქართველი მეწარმეებისთვის ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებასა და ექსპორტის გაზრდისთვის. ღონისძიების ფარგლებში ღვინის მაგისტრმა სარა ებოტმა პროფესიონალებისთვის ქართული ღვინის 3 პრეზენტაცია დეგუსტაცია გამართა. გამოფენაზე ღვინის წარსადგენად ქართველმა მეწარმეებმა მხარდაჭერა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რაც შეიძლება მეტი აქტივობები იმისთვის, რომ ჩვენი ქართული ღვინო იყოს, ასე ვთქვათ, ცნობადი და ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან, ქართულ მეღვინეებთან, ერთად თუ ინდივიდუალურად ჩვენი მხრიდან იქნება სრული მხარდაჭერა იმისთვის, რომ ქართული ღვინო კიდევ უფრო მეტად ცნობადი გახდეს გაერთიანებულ სამეფოში. დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიისა და ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების კოორდინირებული თანამშრომლობით ბოლო წლებში შეინიშნება ექსპორტის დადებითი ტენდენცია, რაც გავლენას ახდენს ქართველი მწარმოებლების განვითარებაზე და ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობის ზრდაზე. გამოფენა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ბრიტანელ ღვინის პროფესიონალებს, სომელიეებს, ღვინის ბარების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს გააცნო ქართული ღვინო, გააცნო პროდუქტი. ჩვენ თვითონ გვყავს იმპორტ
იმპორტიორი ბრიტანეთში ბევრი წელია, რაც იყიდება ჩვენი ღვინო. ქართულ სტენდზე მწარმოებლების საკმაოდ ფართო სპექტრი გვყავს. აქ დიდი ინტერესი და ბევრი სტუმარია. ამჯერად რამდენიმე შეხვედრა მიმდინარეობს მსხვილ იმპორტიორებთან. ასევე გვყავდა რამდენიმე ძალიან კარგი ვიზიტორი, სომელიეთა ასოციაციის, რესტორნების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი საცალო მოვაჭრეები. ამიტომ ეს მართლაც შესანიშნავი გამოფენაა. ასევე შევძელით იმ მწარმოებლების ღვინოების წარდგენა, რომლებიც არ მონაწილეობენ გამოფენაში, მაგრამ არიან დიდი ბრიტანეთის ბაზარზე. ასე რომ დღეს აქ ნამდვილად შევძელით ქართველი მწარმოებლების სრული სპექტრის ჩვენება და წარმოჩენა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერსა და სოფელ ყარს გურში საჯარო სკოლების მშენებლობას ასრულებს. ახალი საჯარო სკოლები 150 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი და კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია. დასრულებული სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ დაათვალიერა. ორივე სოფელში მიმდინარეობს 150 ბავშვიანი სკოლების მშენებლობის პროცესი და ვართ დასკვნით ეტაპზე. სკოლები სრულად კეთილმოწყობილი არის ახალი საკლასო ოთახები, ლაბორატორიები, ახალი სპორტული დარბაზი. მომავალ სასწავლო წელს სასკოლო საზოგადოება შეხვდება ახალ სკოლებში. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია რიგით მეხუთე საერთაშორისო ქართველოლოგიურ კონგრესს მასპინძლობს. ღონისძიება აკადემიის 85 საიუბილეო თარიღს ეძღვნება. ღონისძიება მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. კონგრესში მონაწილეობენ უცხოელი ქართველოლოგები იაპონიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან. ამ კონგრესს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო აკადემიისთვის, ასევე საქართველოს და შეიძლება ითქვას ქართველოლოგებისთვის მთელ მსოფლიოში. რამე თუ ქართველოლოგია, რომელიც მოიცავს სხვადასხვა დარგებს, ეს არის ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ხელოვნებაცოდნა, ის არსი, რაც საქართველოს დრიტაა და მისი საფუძველია, რაც ქმნის ქართულ ცივილიზაციას, დღეს იქნება აქ წარმოდგენილი უკვე მერამდენედ. მეცნიერება არის იმედი, იმიტომ რომ ყოველთვის წინ უკურებს ახალი რამე, რომ იყოს ფიზიკაში, ან ეთნოგრაფიაში, ისტორიაში. ეს არის ეს უნარი და ეს სიყვარული, რომ ახალი რამე ნახოს. და ამიტომ აკადემია არ არის ისეთი მუზეუმისავით მკვდარი ინსტიტუცია, ეს არის ცოცხალი. და ამიტომ მგონი ეს არის დღესასწაული, რომ 85 წელიწადი გრძელდება. ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. მორიგი შეხვედრები ადიგენში გაიმართა, რომელიც ცესკოს თავმჯდომარემ გახსნა. გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების კუთხით არჩევნების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში მათი ჩართულობასა და როლზე ესაუბრა. ასევე ინფორმაცია მიაწოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიც არის არჩევნების ისტორია, საარჩევნო უფლება, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობები, დეზინფორმაციის გავლენები და მისი შედეგები საარჩევნო პროცესში. შეხვედრაზე განვიხილავთ იმ მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებს, რომელიც დგას დღევანდელი თანამედროვე არჩევნების დღის წესრიგში. აღნიშნული შეხვედრები მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ის პასუხობს საარჩევნო ადმინისტრაციის ორ სტრატეგიულ პრიორიტეტს, რომლის ფარგლებშიც ჩვენი მიზანია ხელი შეუწყოთ ახალგაზრდების მეტად დაინტერესებას საარჩევნო პროცესებში, ისევე როგორც ცნობიერების, ამაღლების კამპანიების განხორციელების გზით უზრუნველყოთ საარჩევნო კულტურის განვითარების ხელშეწყობა. ახალგაზრდობის სააგენტო ცესკოსთან ერთად აგრძელებს შეხვედრებს ახალგაზრდულ ცენტრებში. ამჯერად ადიგენის ახალგაზრდულ ცენტრში შეხვდით ადგილობრივ ახალგაზრდებს, სადაც მივაწოდეთ მათ ინფორმაცია ახალგაზრდობის სააგენტოს პროგრამების შესახებ. ასევე ცესკოს პირველი პირებისგან მათ მიიღეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხების შესახებ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტში ფერმერებს შეხვდა. ყურადღება გამახვილდა ხარისხანი კარტოფილის სათესლე მასალის ხელმისაწვდომობაზე, სარწყავი სისტემების გაუმჯობესებასა და ფერმერთა ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობებზე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი ადგილობრივმა მოსახლეობამ სახელმწიფოს მხრიდან თანადგომა იგრძნოს როგორც ტექნიკური, ისე ფინანსური მიმართულებით.
ჩვენი სამინისტროს მხარდაჭერით დღეს გვაქვს შესაძლებლობა შევხვდეთ ფერმერებს, მათთან ერთად ვიმსჯელოთ ამა თუ იმ პროდუქტის მოყვანასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ხულო დაკავშირებული არის მრავალფეროვნებასთან. დღეს საუბარი გქონდა მეფუტკრეობაზეც მათ შორის, რა თქმა უნდა, კარტოფილის მოყვანას და დღევანდელი მთავარი თემა იყო შეხვედრისათა უშუალოდ გლეხებთან ყოფილიყო შესაძლებლობა განხილვის თუ ახალი ჯიშების მოყვანის. დღეს საფუძველი ეყრება კარტოფილის სერტიფიცირებული სარგავი მასალის მეურნეობას, რომელიც ორიენტირებული იქნება ჯანსაღი სათესლე მასალის წარმოებაზე, რაც აგრეგატულად მნიშვნელოვანია რეგიონის ფერმერებისათვის. გადმოგვეცა კარტოფილის თესლი ჯიშ განახლებისათვის. ვაპირებთ 9 ჰექტარზე გაცეცვას და შემდეგ გადავცემთ ფერმერებს ისევ ჯიშ განახლებისთვის. მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ნიკოლოზობას აღნიშნავს 22 მაისი ნიკოლოზ სასწაულმოქმედის წმინდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა. ყველა მოქმედ ქრისტიანულ ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინება. ნიკოლოზობასთან ერთად დღეს მართლმადიდებლური სამყარო ერთ-ერთი ასურელი მამის წმინდა შიომ მღვიმელის გარდაცვალებას იხსენებს. სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე სადღესასწაულო წირვას შიომ მღვიმის მამათა მონასტერში აღავლეს. ჩვენ გვახსოვს აც განსვენებული კათოლიკოს პატრიარქი ილიას მიერ ნათქვამი სიტყვები, რომ მან განსაკუთრებულად შეავედრა წმინდა ნიკოლოზ საქართველოს ეკლესია და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღე. ამავდროულად ჩვენ უნდა აღვნიშნოთ, რომ დღეს არის წმინდა შიო მღვიმელის გარდაცვალების დღე და ჩვენი კათოლიკოს პატრიარქ შიოს ანგელოზის დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ემთხვევა ეს დღესასწაულები. ეს ყოველ ინფორმაცია პირველზე ერთმანეთს 4-ზე შევხვდებით დროებით.